Დაბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში, ჩემო ძვირფასებო, ვაგრძელებთ შოა დღეს ერთსულოვნებაზე. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყება, ღონისძიების მოგახსნა კახეთშია დაგეგმილი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ უფრო ვრცლად. სტუდიაში შემოგვერთა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. მოგესალმებით, გიორგი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. და ასევე უნდა პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწყებისგან ემხევა ასეთი დონის ფესტივალის ჩატარების, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, როგორც ვიცით. ნამდვილად ეს მნიშვნელოვანი ფესტივალია. ეს არის ერთგვარი დათვალიერება, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ფესტივალები, ესეთი ღონისძიებები თუ არ მოაწყო ფოლკლორის ცენტრმა, დაგვიჭირდება ჩვენი ცენტრის მუშაობის წარმართვა. იმიტომ რომ ეხლა ამ ფესტივალით ჩვენ ზუსტად გავიგებთ რა მდგომარეობა დღეს ქვეყანაში ამ ფოლკლორის მიმართულებით. ჩამოთვლი ეს არის ეს ფესტივალი მოიცავს ყველა იმ დარგს, რაც რომელიც ჩვენ ცენტრში არის, თქო, წარმოდგენილი. ეს არის ქორეოგრაფია, ქართული ზებსიტყვიერება, ეს არის ხალხური სიმღერა, ეს არის ტრადიციული გალობა, სახვითა გამოყენებითი ხელოვნება. ყველა მიმართულებით ჩვენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში არის ჩართული დღეს და მოღვაწეობს, მოვისმენ, შევხვდებით, მივცემთ რეკომენდაციებს და ეს ფესტივალი როგორც მოიხსენებათ არის 2015 წელს და ასევე გრძელდება 2016 წელს, იმიტომ ან 15 წელი მთლიანად იქნება რეგიონებზე. რეგიონებზე თან რატომ გავაკეთეთ ეს 2 წელიწადზე. სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობა, ახლა სულ ადრე, მაგალითად 30-40 წლის წინ და უფრო ადრე ყავ და შეიძლება ითქვას სოფლებში იყო შემორჩენილი ძველი მომღერლები, ის ყოფაში, თითქმის ყოფაში არსებობდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო იცლება სოფელი, იცლება რაიონი, მოიყარა თბილისში ყველაფერმა თავი და ძალიან შესუსტა ეს მიმართულება და ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ეს ფესტივალის ჩატარება. თან 2 წელზე იმიტომ გავაკეთეთ, ამიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ სამწუხაროდ ჩვენ დაახლოებით შედეგები ვიცით როგორი იქნება, არ იქნება ისეთ როგორც გვინდა იყოს და ჩვენ რეკომენდაციებს მივცემთ, თქვა დავეხმარებით იმ გუნდებს, იმ ხალხს, ვისაც ჭირდება ეს, დაჭირდება რომ 2016 წლისთვის მეორე ტურში უკვე ესეთი უფრო ღირსეულად წარსდგნენ, ვიდრე თქვა წლევანდელი წელს რაღაც შესამზადებელი პერიოდი იქნება ალბათ დასაწყისის, ხო, 2015 წელს. რა თქმა უნდა, მომზადებთ ფაქტიურად 2016 წელს დასრულებულ ტურს და ეს არ იქნება ერთჯერადი ეს ფესტივალი, ალბათ 2000 უბრალოდ 4-5 წლის მერე კიდე გამეორდება. აუცილებელია ეს საჭიროა ეს უბრალოდ გასაგებია რომ რომელიღაც კუთხიდან უნდა დაწყებულიყო და ამ შემთხვევაში ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მაინტერესებს კახეთიდან იწყებთ, ხო, როგორც იცით, ესე გადავწყვიტეთ, რომ ამას განსაკუთრებული არაფერი ისეთი ის არ აქვს. პირველი გახსნა გვექნება კახეთში ფესტივალის გალა კონცერტით, შემდეგ ტურიც მან დაიწყება მეორე დღიდანვე და შემდეგ გადავალ სხვა რეგიონებში. სავარაუდოდ დახურვა გვინდა დასავლეთში და მაგიტომ გავაკეთეთ 2016 წელს როგორც წესი თბილისში კეთდებოდა ყოველთვის ეს დასვენითი ტურები და მთავარი გალა კონცერტები, მაგრამ ჩვენ გვინდა ძალიან თუ მოესწრო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა დასავლეთის რომელიმე რეგიონში, ჩვენ გვინდა დასვენითი ტური მოეწყოს ყოველთვის დასავლეთ საქართველოში და მთელი ეს მონაწილეები და მსმენელები ჩამოვიდნენ იქ და სხვა რაღაცებსაც შეუწყობს ხელს. გიგით, საინტერესოა თუ ჩაერთვებიან ის წარმომადგენლობები, რომლებიც თქვენ გახსენით რეგიონებში. ბუნებრივია, რა თქმა უნდა ჩაერთვებიან ამაში, მაგრამ ჩვენ როგორც იცით, საომავლო გრძელვადიანი პროექტია, ესე ვთქვათ, ჩვენ გავხსენეთ საალდბარო სკოლები და ის ახალგაზრდები ჩვენ სკოლებში არიან უკვე ჩარიცხული 100-ზე მეტი ბავშვია რამოდენიმე რეგიონში უკვე მისული ამ ჩვენ საალდბარო სკოლაში სასწავლებლად. ესენი ყველა მიიღებენ მონაწილეობას იმ კუთხით, რომ თქვათ შეხედავენ რა როგორი ანსამბლები ყავს, როგორი მდგომარეობა. ზოგადად ის თანამშრომლები ჩვენ დავასაქმეთ რეგიონებში, ესენიც მიიღებენ მონაწილეობას და შეიძლება ადმინისტრაციულ საკითხში ან ჟიურიშიც მოხდეს რომელიმე.
ეს კიდე სხვა მიმართულება და წარმომადგენლობები სწორედ იმიტომ ვატარებთ ამ ფესტივალს, რომ ამ წარმომადგენლობებში უფრო გავმართოთ, ზუსტად გავიგებთ სად რა მდგომარეობაა და ამის მიხედვით უკვე იმ რეგიონებს წარმომადგენლობს იმის მიხედვით დავამუშავოთ, ესე ვთქვათ რა. აი ჟიური ვახსენეთ და საინტერესო ვინ იქნებიან ჟიურიში? გამოცდილი სპეციალისტები, აქ იქნება დარგობრივი კომისიები იქნება, არ იქნება ერთი ჟიური არ შეაფასებს ყველაფერს. ესე თქვენებას თავი ჟიური ეყოლება დარგი სპეციალისტები, ძალიან კარგად ესმის ეს. რა თქმა უნდა, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომ იქ რაღაც არ მოხდეს ისეთი, რომ რაღაც გამოგვეპაროს. ყველაზე უფრო ესეთი მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რთული მდგომარეობა, მაინც რომელ სფეროში გვაქვს, რაც ჩამოთვალე. ისიც გააჩნია როგორ ანსამბლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები ძალიან ბევრია. მაგრამ ტრადიციული ცეკვები, რომლებიც არსებობდა და დღესაც არსებობს და თუ ისინი ახალგაზრდული ანსამბლები როგორ თქვათ ქორეოგრაფიული ანსამბლები როგორ აკეთებენ ამას და როგორ მიდის ამ ძველი ცეკვების აღდგენა, ეს მეორე საკითხია, ამიტომ ქორეოგრაფიაში ვიტყოდი, რომ არის ესეთი არც რთული მდგომარეობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისახედია და ამას ქორეოგრაფთა კავშირთან ერთად ჩვენ ნელ-ნელა ეტაპობრივად ალბათ დავალაგებთ, რომ იმ რეგიონებში აღდგეს ის ცეკვები და სადაც შემოჩენილი გვაქვს მაგალითად გურიაში, აჭარაში, უკაცრავად სამეგრელოში, ამაზე მიდის მუშაობა აქტიური. სიმღერის ანსამბლები ერთ შეხედვით ძალიან ბევრი არის, მაგრამ ის ლოტვარები, რომლებიც არიან შემორჩენილი ღვთისწყალობით, ნელ-ნელა უკვე რეგიონები იცლება სამწუხაროდ, აი პოლიკარპე ხუბულაუს გარდაგვეცვალა და ჭირდება ამას ძალიან ეხლა მიუსწარით, ეხლა ჩვენ უნდა მიუსწროთ სულზე, რომ ის ტრადიცია ჯაჭვურად გადაეცეს ახალგაზრდა თაობას. და ის ანსამბლები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ, დაუბრუნდნენ იმ ტრადიციულ შესრულებას, როგორიც არსებობდა იმ რეგიონებში და შეიძლება ითქვას, რომ ყველგან რთული მდგომარეობა არის, თუ არ მივხედავთ და სწორედ იმიტომ ხსნით ამ საავადმყოფო სკოლებს, იმიტომ ვაკეთებთ ამ ფესტივალს, რომ ეს რთული მდგომარეობა გამოვასწოროთ და აღარ იყოს რთული მდგომარეობა და იყოს ნორმალური მდგომარეობა. ამას დრო ჭირდება, ამას ერთ წელიწადში და 2 წელიწადში ვერ აღადგენ და ვერ გააცოცხლებ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ისეთი სწორი მუშაობა არ მიდიოდა, მე ვფიქრობ, უფრო დაკვირვებული მუშაობა იყო საჭირო და ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ძალიან აი ოქროს წლები დავკარგეთ, ეს 10-15 წელი, რომელიც ფაქტიურად თუნდაც პოლიკარპე ხუბულავა ახსენეთ და 99 წლის ასაკში გაიცვალა, 82 წლიდან 98 წლამდე კი მღეროდა ჩამოყალიბდა გადაცემდა კიდევ რა თქმა უნდა ჯგუფიც ყავდა მას საავადმყოფო სკოლას გავხსენეთ თავის დროზე მე დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო უკვე სხვა პერიოდში ვამბობ მაგრამ იყო პერიოდი რომელსაც მას ლიცენზია არ მიცეს მაგალითად აქედან ჩასულმა სპეციალისტებმა რომ უთხრეს რომ თქვა თითქოს იმ ტრადიციებს აღღვევდა შემდეგ ეხლა კი ძალიან აქტუალური გახადეს თქვა თვითონ რაღაც მაგრამ ეს ძალიან გულიმწყდება რომ ასე მოხდა ძალიან გულიმწყდება ის ოქროს პერიოდი რაც ბატონ პოლიკარპეს აქტიურად უნდა ემუშავა ისე ვერ გამოვიყენეთ ასევე უნდა ითქვას გიორგი რომ ძალიან კარგი როცა სტარდება სიტყვანისძიებები განსაკუთრებული მხარდაჭერა რეგიონებს მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ ქვიათ მაგათად პრემია და თუნდაც ეს არის ფულადი მაგალითად ამადენ ძალიან ჭირდება ესეც უნდა ითქვას ფულადი ხელშეწყობა ხო იმიტომ რომ განავითაროს თავისი კუთხით როგორც ვიცი ამ შემთხვევაში იქნება პრემიები ხო იქნება იცით მე ესე შევხედავდი ხა მე პირადად ჩემი გამოცდილებით და მე რაც სიმღერას და საერთოდ ამ საქმეში ვინ ჩართულია იმისთვის ფული მეორე ხარ გასაგებია მაგრამ შეიძლება სიმღერა არა მაგრამ მაგალითად რაღაც რეწვის კუთხით რაღაცა ყიდის რაღაცა შეიძენს მონოალცესია შეიძლება ფულის გულისთვის არასდროს მომღერალს და არც გალობელი გალობს მაგრამ ის თანხა რასაც მიიღებს გამარჯვებული რა თქმა უნდა ან ჩოხებს შეიკერავენ ან CD-ს გამოსცემენ ან უცხოეთში სწავლენ რა თქმა უნდა იქნება ფულადი პრემიები გათვალისწინებული გვაქვს ამახალისებელია ეს ხარი კიდე აუცილებელია ახლა ეს ფერი ეს მიღებული პრაქტიკანტთა სოფლიოში არის ფულადი პრემიები და ეს ძალიან ისე თუმცა არც ერთი ხელოვანი ადამიანი ამას დამოკიდებულია ეს გასაგებია ბუნებრივად ეს ადამიანს უყვარს თავისი საქმე ამისთვის არ გააკეთებს არ დაწერს არ იმღერებს მაგრამ როდესაც არის ესეთი ხელშეწყობა ბუნებრივად პრიზები ექნება ეს პრიზები
პრიზი იქნება თუ თქვა სხვა სახელი ერქმევა იქნება აი მაგალითად ყველა ხო ვერ გაიმარჯვებს ყველა ანსამბლი ხო ვერ გაიმარჯვებს 100-დან შეიძლება 2 გავიდეს ან 3 და მაგრამ შეიძლება რომელიმე ანსამბლს ისეთი სოლისტი ყავდეს მაგალითად კახეთიდან ან სამეგრელოდან ის სოლისტი იყო გამორჩეული ანსამბლი ვერ გაიმარჯვებს მაგრამ როგორც ცეკვაში ასევე სიმღერაში და გვექნება ესეთი პრაქტიკაც რომ სოლისტს გამოვარჩევდა მაგალითად ავიღებთ ნოკო ხურციას, კაი ხმის, კაი ხმისიც ექნება თქვა სამეგრელოდან, გადავცემ ნოკო ხურციას სახელობის პრიზს ამ პრემიას თქვა კახეთში დედას ლევონა თქვა ვანო მჭედლიშვილი და ესეთი ძველი მომღერლების ესე თქვა გაცოცხლებასაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდობისთვის რომ კარგად გაეცნონ ვინა იყვნენ ესენი ვინ არიან და საერთოდ ძალიან დიდი პატივია ვისაც უყვარს სიმღერა და ვინც ამაშია ჩართული ახალგაზრდებზე მაგ განსაკუთრებით საუბარი ვინმე ესეთი დიდი მომღერლის ხელობის პრიზს თუ მიიღებს მისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება ცხოვრებაში და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან თბილი ფესტივალი იქნება ძალიან ესეთი ახალგაზრდა ძველი თაობის ერთგვარი ერთობლივი მუშაობა როგორც ჟიურიში ასევე თქვა ადგილობრივ დონეზე თვითონ ანსამბლებში მე ვიცი რომ უკვე ისეთი პერიოდია ძველები ძლიერიან ახალგაზრდების და ისეთი ძალიან დახვეწილი ურთიერთობებით დახვეწილი ზედმეტი შენიშვნებით და შენიშვნა რა თქმა უნდა იქნება უფრო თანადგომას დავარქმევდი თუ ანსამბლი ხა ვერ მღერის და არა ისეთ ფორმაში რა თქმა უნდა მეორე ტურში ძალიან ყველა მომართულია რომ იყოს მაგრამ ეს არ იქნება ისეთ სახე რომ შენ ვერ მღერი ხარ შეეშვიხლა და სხვა უნდა წავიქი და სხვა ეგეთი რამე არა პირიქით თანადგომა სადაც დავინახავთ რომ ძალიან უჭირს თქვა თან რაღაც ისეთ შენ მომღერალი არ ყავს მოეხმარებით შეუწყობთ ხელს და შემდეგი ფესტივალისთვის მომამზადებ და ასე შეგვიძლია თავები ვახსენეთ და მაინტერესებდა ექნება საშუალება დებიუტანტებს მაგალითად რომ გაუწიონ ღირსეული კონკურენცია თუნდაც უკვე გამოცდილ და სტაჟიან ხელოვანებს ზუსტად ამიტომ კომპეტენტური ჟიური შეაფასებს შეიძლება ახალგაზრდამ ვერ აჯობოს თქვა რაღაც მაგრამ ისეთი პოტენციალი დაინახოს ჟიურიმ და ჩვენ ისეთი პოტენციალი დავინახოთ ამ ახალგაზრდაში რომ ხელი მოუმართოთ და წავხალისოთ და რაღაც უფრო წინ დავაყენოთ რაღაც მიზეზების გამო. ძალიან მან არ იქნება ესეთი კონკურენცია რაღაც შეჯიბრი. მესმის რომ ეს გარკვეული შეჯიბრიც იქნება, მაგრამ აქ უფრო ვფიქრობ რაღაც სიმღერის და ფოლკლორის ზემი იქნება და ყველა ღირსეულად ეს ლეგენები გამოსაცხლდება კიდევ უფრო მეტად ესეც უნდა აღვნიშნოთ. გეგეცად გავიცანი დებულებას ძალიან მოხდა ეს ნაწილი რომ ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით უფრო ცვლად რომ გითხრა. ჩვენ ვართ ქართული ფოლკლორის ცენტრი, ჩვენ ვართ საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი და ეს ნიშნავს იმას რომ სულიად მოვიცავთ. ჩვენი თანამემამულე ყველა ჩვენი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას და იქნება იგივე თანაბარი შესაძლებლობა. აუცილებლად რა თქმა უნდა თანაბარი შესაძლებლობები. რომ წარმოაჩინოთ ამაში ფოლკლორი ალბათ ხო? თქვენი ხელოვნება, რეწვის ნიმუშები, ყველა კუთხით რაც ჩამოვთვალეთ. აბსოლუტურად ჩვეულებრივად ნუ გამოვყოფთ ეს იქნება როგორც გურიაში ჩავატარებთ და მიიღებს გურულების ანსამბლი ასევე ჩავატარებთ თქვათ ქვემო ქართლში და ჩვეულებრივად მიიღებენ მონაწილეობას ის ხალხი და ჩვეულებრივად შეფასდება და ჩვეულებრივად სათანადოდ ამ პრიზი იქნება თუ დაფასება იქნება თუ შეფასება მიიღებს ეს ჩვენ ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ კიდევ ვთქვას რომ ეს საქართველოს ფოლკლორის ცენტრია და არა ქართული ფოლკლორის ცენტრი ზოგადად ვინც ცხოვრობს ჩვენთან ჩვენი საყვარელი თანამემამულეები ყველა მიიღებს მონაწილეობას ჩვეულებრივად როგორც სხვა ქართველების. რაც შეეხება მონაწილეობის კუთხით ხომ არა ეს რამის ტექნიკური საკითხები რა უნდა გააკეთოს მაგალითად ანსამბლსაც უნდა რომ უკვე ჩაერთოს ამ ღონისძიებაში. ჩვენ ამას დავუგზავნით დეტალურად იქ აპლიკაციები იქნება სპეციალურად შეავსებენ და მითითებული იქნება იქ რა მოთხოვნები გვაქვს მინიმალური. არაფერი აქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იქნება უბრალოდ ქართულ სიმღერას რაღაც და ასრულებდნენ, მოგეროდნენ, ასე როგორც ცეკვის ანსამბლი. ძალიან მარტივადაა ყველაფერი. მე ვფიქრობ, არ იქნება რთული ჩასატარებელი. ფსიქოლოგიურად ადამიანის რესურსი გვაქვს, ყავს ძალიან კარგი ქორეოგრაფები, ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, ლოტვარები და ასე შემდეგ.
ეს ხალხი გაუწევს ორგანიზებას ამ ყველაფერს. ნუ გასაგებია რომ ჯერ მაინც რეგიონები მოსავლები გვაქვს და ყველაფერი გასაგები გვაქვს მაინც ძირფესვიანად, მაგრამ საინტერესო 2016-იც უკვე როგორც ვიცი ეს ნაწილი დედაქალაქში ჩატარდება გერგი თუ როგორ? არ ვიცი ზუსტად დედაქალაქში ტარდებოდა სულ წეგამის თქვი, მაგრამ შეიძლება დასავლეთში ჩავატაროთ. ამიტომ დედაქალაქში ჩატარდება ეს დათვალიერება თბილისური ანსამბლების მიერ ოქტომბერში. რა თქმა უნდა და მათ ჩვეულებრივ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. თბილისური უბრალოდ შეიძლება დასკვნითი ტური არ ჩატარდეს და მე ძალიან მინდა რომ არ ჩატარდეს თბილისში. და იყოს რეგიონში. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, მინდა რომ წარმატება გისურვოთ. თუ არის ესეთი მნიშვნელოვანი სიახლე ფოლკლორის ცენტრში, შეგვიძლია ესეც გავაჟღეროთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ხშირად არ აკეთებ ხოლმე ამ კუთხით. გირგან არ აპიარებ, მოკლედ რომ ვთქვათ, მაგრამ კარგ საქმეებს აკეთებ, ესეც უნდა აღმოჩნდეს. ისიც არის, მე მოყვარული ვარ როგორც პიარის თანამშრომლები და სპეციალისტები, კლასიკური პიარის. ანუ არ მიყვარს წინასწარი მის თქმა, რაც საერთოდ არ დაგვიწყია. მე ძალიან ბევრს შევხვედრი ვარ არა მარტო ჩვენ სფეროში, ზოგადად ქვეყანაში, რომ ვაშენებთ ამას, ვიწყებთ ამას და არაფერი გაკეთებული არა. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს, წინ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს და ეტაპობრივად როცა დაიწყება მუშაობა, ამას გავაჟღერებთ. 8 პროექტია ეხლა რომელიც ფესტივალის გარდა მომზადებულია სამნისტოსთან გამოცოცხლ პროცედურებია ტექნიკური დაჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ყველა მიმართულებით სამეცნიერო კვლევა უკვე. ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი პროექტია და ამის ფესტივალის გარდა 7 ძალიან გრანდიოზული ესე ვიტყოდი, რომ პროექტი იგეგმება ჩვენს მიერ, რომელიც განხორციელდება წელს. ეს არის სხვადასხვა სიტყვიერების მიმართულებით, ეს არის ექსპედიციები, რამოდენიმე კომპლექსური ექსპედიცია, ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი. სამეცნიერო კვლევა ახსენეთ და როგორც ვიცი მე რომ გავეცანი, მე მგონი თუ სწორად მახსოვს ნახე, რომ საბოლოო ჯამში გამოიცემა კიდევაც ხოლმე ეს კვლევები. აი, მაგალითად წელს ფესტივალის პარკლებში ფესტივალი არის კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავინახავთ სურათს და იქ მე პრიორიტეტებს გამოვარჩევთ და თქვენ იმ მიმართულებით დაიწყება კვლევა და ყველაფერი, ექსპედიციები. მაგრამ ეს პროექტები რაც მე ვახსენე, მაგალითად მინდა თქვა შაშან დავიწყეთ, დავით ჯავრიშვილი ესეთი ძალიან დიდი ქორეოგრაფი და მეცნიერი ქართული ცეკვის ჩვენ არქივთან ერთად არქივის თანამშრომლებთან ერთად მუშაობთ ამაზე. მომზადდეს წელს გამოიცემა წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ქორეოგრაფებისთვის. ასევე არის ექსპედიცია ზემო სვანეთში ზართან და ქვემო საერთოდ სვანეთში ზართან დაკავშირებული, რომლებიც მინდა იუნესკოს-ზე წარმოადგინოთ როგორც არა მარტო სასიმღერო ნიმუში, ზოგადად როგორც რიტუალი, ასევე 2016 წლისთვის იგეგმება ეს, მაგრამ წელს მიდის ამაზე მუშაობა, ასევე საყვირთა გამოყენებით ხელოვნების წარმომადგენლები ჩვენ ცენტრის თანამშრომლები მოივლიან ძალიან ბევრ რეგიონს და გამოსაცემად მოამზადებენ, თქვათ, რაღაც კონკრეტულ პროექტს წიგნად გვინდა გამოვცე და ასე შემდეგ. კომპლექსური ექსპედიცია თეცხალში, კომპლექსური ექსპედიცია რაჭა-ლეჩხუმში. ეს ალკე არის ამ ფესტივალის გარდა. 8 პროექტია და კიდე ჩვენი თანხებით ფონდ ქართულ გალობასთან ერთად გვაქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამოცემა. ძალიან ბევრი ამაზე შეიძლება მთელი დღე ვილაპარაკოთ. ბუნებრივია ეს ამოუწურავი თემაა და რა თქმა უნდა მცირე დროის განმავლობაში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გავაჟღერეთ, იმედი მაქვს რომ მოგვეცემა საშუალება რომ ვისაუბროთ ამ თემებზე უფრო ვრცლად, მანამდე კი მინდა დაგემშვიდობოდა, წარმატებები გისურვოთ, კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ეს ფესტივალი მაისის ბოლოს აიღებს კახეთიდან სტარტს და სრულიად საქართველოს მოიცავს. გიორგი დონაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვაგრძელებთ